როგორი დისკები აქვს. 8000 გარბენი აქვს სულ. აქ ინგლისური მენიუ. აქედან შეიძლება ჩავიდეს დაბლა ეს ტელევიზორი და აქედანაც პირდაპირ გავხედოთ. ძალიან მაგარი ავტომობილები არის იმპორტული. ეს არის იმპორტული Toyota Hiace. მოდით ნახოთ. რამხელა საბარგული აქვს შეხედეთ. ნახეთ. განლაგება ეს ყველაფერი ელექტრონულად არის. $92,000 ასეთი ავტომობილი. 2023 წლის 8000 გარბენი. სასწაულია და ესეთი მანქანები ეხლა არის ახალი მოყვანილი და მალევე ხრება ესეთი სერიოზული მაგარი ავტომობილები იმპორტული Toyota Hiace მეგობრებო. $92,000 თბილისამდე პლუს მინუს ფასები სხვებიც არის და ამაზეც შეიძლება გავისაუბროთ რა თქმა უნდა. დავიკავშირდით იმერი მოტორს მუშაობს თქვენთვის. ჩვენ გვინდა რომ მაგარი მანქანები გქონდეს და მე კი გავაგრძელე ეს YouTube არხი გამოიწერეთ, რომ ბევრი ინფორმაცია ნახოთ ხოლმე და რეალური ინფორმაცია, როგორც რეალობიდან მინდა რომ დაინახოთ ეს ყველაფერი. და არა ის რაღაც ვითომ და შეფუთული რაღაც თემები, არა. უბრალოდ რეალობა. სად როგორ მუშაობ, როგორ დავდივარ, როგორ შრომობ და ესეთი ყველაფერი. გამოიწერეთ ეს YouTube არხი, ეს იქნება ახალი სერიალი, ახალი რეალობა. იმერი მოტორს, მე ვარ ალექს დროებით მეგობრებო. ეხლა კი ჩვენ უნდა გავიდეთ სხვა ადგილზე. აქეთ შეხედეთ რამხელა შენობა ავტომობილებით გატენილი, მაგრამ ყველგან ყველაფერი არ არის, ამიტომ ყველგან უნდა იარო. არა მარტო ერთ ქალაქში, ეს მასეც არ არის სხვადასხვა ქალაქებში, რომ რეალური ავტომობილური თემები იპოვო რა. ამიტომ ჩვენ ახლა გავაგრძელებთ ეს YouTube არხი გამოიწერეთ და გრძელდება ჩვენი ავტოსერიალი კაი ინფორმაციით. ახლა მიდის აქტიური მუშაობა ლაქშორი მინივენებზე. Mercedes-ები, Toyota და სხვადასხვა ლუქსები, ასე ვთქვათ, ხო? ეხლა აქ ნახეთ. აქ არის ყველა ახალი. როგორც იცით, ჩინეთიდან ახალი ავტომობილების ექსპორტი აიგრძალა. უნდა იყოს მინიმალურად 6 თვე დაყენებული ნომრებზე ჩინეთში, მერე კი შეიძლება მაგის ექსპორტი. მაგრამ ასეთ მანქანებს ეს ყველა ახალია და განახებთ. ეს ყველა არის V-კლასები. ეს არის Mansory, ზოგი Vulcanus და სხვადასხვა tuning ატელიეების ნაკეთი ავტომობილები. ნახეთ, ესეთი სალონები, ეკრანები, მულტიმედია, რომელიც ინგლისურადაც აქვს, სხვადასხვა წინა ტორპედოები აქვს. ეს ასეთი Mansory-ა. ნახეთ. ესეთი კლასები. ყველა არის ლუქს კომპლექტაციები. ესენი რა თქმა უნდა მაღალფასიანებია უკვე. იმიტომ რომ სრულიად ახლებია. მაგრამ არსებობს სამნაირი ტიპის უკვე 23-24-იანი მეორადები. ეს აქ რაც დგას უკვე ყველა 80,000 ზევით იქნება და იქაც 100,000-იც არის, 150-იც და ასე შემდეგ. ყველანაირი ფასები არის. ნახეთ. ბევრნაირი ტიპის სხვადასხვა დიზაინებით. ეს V-კლასები, Vito-ებიც ასევე არის Maybach-ის ტიუნინგებში. ნახეთ, ესეც მაღალი ლუქსია ესენი. ყველა V300L ესეთი
YouTube არქი გამოიწერეთ, ასეთი სიახლეები, ბევრს გადავიღებ, როგორ მუშაობ, როგორ შრომობ, როგორ ვეძებ თქვენთვის ავტომობილებს, როგორ მუშაობს ჩვენი იმერე მოტორსის გუნდი ჩინეთში. ეხლა კიდე შემოგვემატა კიდე ხალხი, იმიტომ რომ მოთხოვნა გაიზარდა და კიდე ახალი თანამშრომლებიც ავიყვანეთ. ვეცდებით რომ მაქსიმალურად კაი სერვისები გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, ჩემთან სულ ყოველთვის შეიძლება დაკავშირება. თუ ხაზზე არა ვარ, მენეჯერებს WhatsApp-ში მიწერეთ, რომ ალექსისთან გვინდა გასაუბრება და მე გადმოგირეკავთ უახლოეს დროში. ნახეთ ასეთები. ძალიან მაგარი ავტომობილებია, ეს ყველა ახალია. ესეთი არის კიდე, ნახეთ, რომელსაც აქვს ეს ეკრანი. ეს ეკრანი შეიძლება ჩავიდეს ქვევით. აქედან კიდე ორი სავარძელი შეიძლება გამოვიდეს და აქ არის ესე ორი სავარძელი. ლუქსი, ეს არის უკვე უფრო ორადგილიანი. აქ მარტო დამატებითი ორი ადგილი იშლება. ხონდა. აი ასე, აქ კიდე პატარა მინიბარი. აქაც პანორამა. ეკრანი. აი ესეთი არის აქედან. სხვადასხვა მოდელები, სხვადასხვა დიზაინები. იმიტომ რომ ეს შიგნით ყველანაირად გადაკეთებულია შიდა ბაზრის მოთხოვნებებით, კეთდება. ზოგს ასეთი უნდა, ზოგს უნდა რომ მარტო აი ესეთი როგორც ორიგინალ V-კლასში აი ესეთი პანელი აქვს, რომ მარტო ასეთი იყოს. ზოგს სხვანაირი და ასე შემდეგ, ბევრნაირები არსებობს. ანა, ფერები, სხვადასხვა ფერები. აი გარეთ ახლა რაც დგას, ესენი არის უკვე ვიტოები. ესენი ვიტოებია. V-კლასი, რა თქმა უნდა, უფრო ძვირიანი ავტომობილია, მაგრამ მეორადებში ყველაფერი შეიძლება უფრო კაი ფასებში ვიპოვოთ. მეორადებში ესეთი ავტომობილები 23-იანი, 24-იანი, 60, 70, 80 ასეთ პარკლებში არსებობს. ესეთი ან მენსორი იქნება, ან ვულკანუსი იქნება, ან მაიბახის გადაკეთებული იქნება და ასე შემდეგ. იმერი მოტორს, მეგობრებო, გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი და სულ ყოველთვის დაგახვედრებ საინტერესო ჩემ ყოველდღიურ შრომას და ასევე აქედან შეიძლება უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოთ, რომ სხვადასხვა ავტომობილები მოიწონოთ. ასე რომ ეს არის იმერი მოტორს. შემდეგი ვიდეოები იქნება მალე YouTube-ზე, გამოიწერეთ არხი. ცოტა ხანი მე დაგემშვიდობებით და შევხვდებით შემდეგ ვიდეოებში. დროებით, მეგობრებო. იმერი მოტორს.